გაზეთაჭერის ყოფილი რედაქციის შენობის გადაღება ბათუმის მოქალაქემა დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტეს შენობის მიმდებარე დღეს როგორც რიგითი ბათუმელებლის ისე მერიის საკრებულოს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები მიმდინარე პროცესში პასუხისმგებლობას როგორც პროკრედიტ ბანკს ისე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს და შესაბამის სამინისტროს აკისრებენ და მოუწოდებენ დროულად შეაჩერონ კულტურული ძეგლის არასწორი რეაბილიტაციის პროცესი. ოფიციალური მიმართვა პროკრედიტ ბანკის მისამართით ბათუმის საკრებულომაც გაგზავნა. ადგილზე ძეგლის რეაბილიტაციას მოქალაქეები ხელმოწერებითაც აპროტესტებენ. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ცნობით მსგავსი ვითარების წინააღმდეგ საბრძოლველად ბერკეტი არ არსებობს, რადგან გასხვისებისას პირობაში ძეგლის პირვანდელი სახის შენარჩუნების აუცილებლობა არ ჩაიდო. პროკრედიტ ბანკი კი დათმობაზე არ მიდის. სააგენტოში გამოსავალს მხოლოდ ხალხის მასიურ პროტესტში ხედავენ. პროკრედიტ ბანკი აგრძელებს თავის სამუშაოებს ამ შენობაზე რით ადასტურებს უპატივცემულობას ჩვენი მოსახლეობის მიმართ, ძეგლების მიმართ და ეს დადასტურდა. სამწუხაროა, რომ ჩვენ აქტმა ვერ გამოიღო შედეგი, მაგრამ სასიხარულოა ის, რომ გამოირკვა და ყველამ გავიგეთ, რომ ბათუმის საზოგადოებაში არის ის მუხტი, რომელიც გაუკეთებს კონსოლიდაციას და გააგრძელებს არა მარტო ამ შენობის დაცვას, არამედ ყველა იმ შენობის, რომელიც უკვე ბოლო წლების განმავლობაში განადგურდა. მე ვაცნობ საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ ჩვენ თანაქალაქელი შიმშილობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ვთხოვე, რომ შუამდგომლობა გაეწია საქართველოს ძეგლთა დაცვის სააგენტოს სახელზე და ასევე პროგრედიტ ბანკის სახელზე. ამ წერილში ვითხოვდეთ უბრალოდ აი ამ ფასადის, ძველი ფასადის შენარჩუნებას და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთი ძირძველი შენობა არის. გონდა პატივი, რომ ამ შენობაში მე თვითონაც მემუშავა და რა ვიცი, ალბათ ბათუმს ჭირდება იმ ფასადების შენარჩუნება, რომელიც თავის ისტორიას თავისებურად კიდე ხაზს უსვამს. გასაგებია, ჩვენ პროტესტი უნდა განვაცხადოთ, მაგრამ რას მიკეთებს მე სახელმწიფო სტრუქტურები, კერძოდ არქიტექტურა, რას მიკეთებს გეკითხებით კაცო და რას მიკეთებს ძეგლთა დაცვის რაღაც რო არის შექმნილი ის კაცო. მე რას მიკეთებს ეს ვერ გავიგე. ჩემი თუნდა რომ გაიტანონ სიტყვაზე ვიძახი მე პირადად კი არა, ჩვენი თუნდა გაიტანონ კაცო.